თურმე გარიგება და კარტელი არის თვითონ არიან მაღაზიების ფლობელები და ადგენენ და დაუწიონ ფასებს მაშინ ხო თუ ესე ძალიან აწუხებთ ვინმეს ყოფითი მდგომარეობა მაგრამ ეს არის ფარსი ეს არის ჩვეულებრივი ფარსი არაფერი საერთო ამ ფარს არ გააჩნია იმასთან რომ ირაკლი კობახიძეს და მის ადმინისტრაციას იოტისოდენად მაინც აწუხებს რიგითი ქართველის ბედი წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ სად იყო ის 2025 წლის დეკემბრამდე რა წინა თვეებში წინა წლებში უკეთესი ფასები იყო არ იყო წარმოუდგენელი ქართული ხელფასი ცხოვრება ამ ფასებში მართლა არ ვიცი გვაქვს ესე იგი სომალის ხელფასები ამ ქვეყანაში და პარიზის ფასები აი ეს არის ობიექტური რეალობა და წლებია ასეა და აი ამ წლების განმავლობაში იგივე ირაკლი კობახიძე იყო პრემიერ-მინისტრი სპიკერი უმრავლესობის ლიდერი მაგრამ არც ერთხელ არ გახსენებია რომ ფასები არის ასე ცუდი და არის ასეთი კრიზისი მე ვიტყოდი ფასების მას არც ერთხელ არ გახსენებია იქამდე რომ მისი კოლეგები აი ამ ინფლაციაში და უბედურებაში მცხოვრები ერის ბიუჯეტიდან იპარავდნენ მილიონებს ასობით მილიონს ეს ეხლა გაახსენა ხო და ეხლა არ დაბადებულა მე მგონი ხო ეხლა არ გაუხელია თვალი ამ წლების განმავლობაში თვითონ იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ პოლიტიკური ძალის რომელიც დღეს მისივე აღიარებით ჩვენ გვძარცვავდა ასობით მილიონი ლარისგან ხო ეს აქ არ ხდებოდა დღეს არ გაუგია მე მგონი არავის ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს ამ ქვეყანაში მაინტერესებს ამ თემასაც თუ გაიხსენებს პოპულისტურად ოდესმე იქნება კიდევ ერთი კომიტეტი შექმნა გვერდზე ოთახში ეხლა ამაზე დაждენ კიდე ყავის საწრუფოდ ხო როგორ აღვხრათ ბავშვთა შიმშილი უფრო მეტიც გრიგოლ გვახსოვს იუნისეფის კვლევაც ხო გვახსოვს კვირიკაშვილი რის გამოც გაუშვეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ხო ეს ამბავი ხო ეკვლევა მე გეტყვით ეკვლევა მინიმუმ მე რაც მახსოვს 2016-დან ამბობს ამას ძალიან შემზარავ სტატისტიკას რომ ამდენი ბავშვი შიმშილობს 2019 წლის კამპანიაში დამოუკიდებელ კამპანიაში ჯერ კიდევ ლელომდე ეგ საკითხი წამოვწიე მე მახსოვს მე და ირაკლი კუპრაძე იმიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ხო უკვე მაშინ ძალიან პირდაპირ ვიტყვი დაცირვით ხდებოდა პოლიტიკური სპექტრი ამაზე გაუთავებელ ლაპარაკს აი ყოველი მეოთხე პატარა ქართველი ვინც უნდა იყოს შემდგომში ქართველი ერის ფუნდამენტი რომ შიმშილობს ეს დაცინვისაგან იყო სამწუხაროდ ბევრისთვის რა თქმა უნდა მათ შორის მთავრობისთვის და აი მერე პროცესა გაახსენდათ ხო რომ ესე იგი თურმე კვირიკაშვილის საკითხი როგორ ვთქვათ როგორღაც უნდა იმას გადაეჭრათ ხო მაშინ გამოიყენეს ძალიან კარგად ხო რომ ვითომ კვირიკაშვილი ამ სტატისტიკას შეეწირა და არა სხვა რაღაცებს ხო ყველამ ვიცით კვირიკაშვილის მაშინდელი პერიპეტიები ხო ამიტომ ესეთივე ნონსენსი არის პირდაპირ ვიტყვი აი ახლა აი ამ ხალხის მხრიდან ფასებზე რაიმე საუბარი ხო და ამას სამწუხაროდ ნახავთ ყველანი ძალიან მალე იმიტომ ფასები არ დაიწევს ამ გზით შეუძლებელია რომ ამ გზით დაწიო ფასები თუ ფასების დაწევა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ხო ეკონომიკის გაჯანსაღება არის ამისათვის საჭირო ხო რომ ფასების კრიზისი მოგვარდეს რომ ერთი მხრივ ფასები იყოს ადეკვატური და მეორე მხრივ შემოსავალი იყოს ადეკვატური ეს ორი ერთმანეთს შეხვდეს ეს არის ხო მიზანი რომ ადამიანს შეეძლოს თავისუფლად იმ აუცილებელი სურსათის თუ სხვა პროდუქციის ყიდვა, რაც გადარჩენისთვის აუცილებელია, ცხოვრებისთვის აუცილებელია, ისე რომ არ გაიყიდოს. ხო? აი ეს არის ამოცანა, არა? და ამას ჭირდება ეკონომიკური პროცესის გაჯანსაღება და არა რაღაცა ჩეკას ტიპის რაღაც კომიტეტებში დაჯდომა და იქედან ფასების რეგულირება და ბალანსი. ეს პროცესი ასე უბრალოდ არ იმუშავებს. თუ მართლა ეკონომიკურ მიზანს უყურებთ, ხო? როგორ გავხადოთ ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომი, რაც ჩემთვის ვიმეორებ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ რა თქვა რომ ეს არ არის სწორი გზა. აი რა უთქვამს გრიგოლ თვითონ კობახიძეს მოკლედ აი ამ შეხვედრაზე რომ ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართულ წარმოებლებს რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში ჩვენს ქსელურ მარკეტებში მთლიანობაში ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს აქ არ შედის არც ერთი გადასახადი არც იმპორტის გადასახადი არც DGG ეს არის სუფთა ფასნამატი რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში შესაბამისად მიგვეჩნია რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალიაო ჩვენ ვნახეთ მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს აქედან გამომდინარე ვფიქრობთ სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს მათ შორის ქართულ პროდუქციაზეცო
თქვა კობახიძე. ხო, მე ვფიქრობ ეს არის უბრალოდ ეკონომიკაში პოლიტიკური უბრალოდ დიქტატორული საცეცების გამყარების მცდელობა და მეტი არაფერი. და ჩვენ ნახავთ ყველანი ძალიან მარტივად ხო რამდენი თვეში ხო დავინახავთ ხო? რეალურად რა მოხდა? რამე გაიაფთა და რაიმე სახის წინსვლა ქონდა ამ პროცესის შედეგად თუ არა და თუ ის მოხდა მხოლოდ რომ კობახიძემ თავისი პოლიტიკური საცეცები ეკონომიკურ განზომილებაშიც უფრო მეტად ავტოკრატიულად და ავტოკრატები ამას შვებიან ხოლმე ცხადია ავტოკრატიული ლოგიკით მოსალოდნელი პროცესი იყო გარკვეულწილად რომ ბიზნესიც გადავიდა და რა თქმა უნდა იმიტომ რომ ავტოკრატიას ჯამში აქვს ის ლოგიკა რომ არავინ და არაფერი მის მარწუხებს მიღმა არ უნდა დარჩეს და კონტროლი უნდა იყოს ტოტალური აბსოლუტური, სრული, ასე თუ ვიტყვით, ყოვლის მომცველი. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პროცესთან გვაქვს შეხება და არა იმასთან, რომ კობახიძეს ახლა ადარდებს ის, რაც წლებია დგას როგორც პრობლემა. ვიმეორებ, ამ გზებით ფასების დაწევა რეალურად არ მოხდება. ამას სჭირდება სწორი ტიპის ეკონომიკური ნაბიჯები, ამას სჭირდება მათ შორის დიახ და ჩვენ ამაზე წლებია ვლაპარაკობთ იმპორტ-ექსპორტის აბსოლუტურად უარყოფითი სალდოს შეცვლა ისე რომ სასიკეთოდ შეიცვალოს სიტუაცია და დღეს საქართველო არის ჩამოკიდებული აბსოლუტურად სამარცხვინოდ იმპორტირებულ პროდუქციაზე და რო შევხედოთ ჩვენ რეალურად ხო იმპორტირებულ პროდუქციაში რამდენი ფული მიდის ხო რა გვიჯდება მარტივად თუ ვიტყვით ხო როგორც ეს არ ნახული არის ეს სტატისტიკა. აი ეგ არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, ხო? რომ ნახოთ იმპორტ-ექსპორტის აბსოლუტურად უარყოფითი ურთიერთმიმართება, ხო? აი მან დავინახავთ, როგორ ძიმე მდგომარეობაში ვართ, რა უჯდება ამ ერს იმპორტირებული პროდუქცია. ეს არის ჩვეულებრივი ანომალია და მეტი არაფერი. და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მინიმუმ 5 წელია, ჩვენი არსებობის 5 წლიდან. კობახიძე ამაზე არ საუბრობდა არასოდეს. და ეს მის ინტერესს არ წარმოადგენდა არასოდეს. ეკონომიკის გაჯანსაღება, ინვესტიციების მოზიდვა, ადამიანების ადგილზე შეკავება, მათი დასაქმება, მსგავსი რაღაცები არ წარმოადგენს ამ რეჟიმის პრიორიტეტს. მათი პრიორიტეტი არის საქართველოს ქართველების გარეშე და არა ის თუ რა ფასები იქნება სუპერმარკეტებში, რომელშიც ისინი მარც ვაჭრობენ და როცა ვაჭრობენ, არც ადარდებთ. იმიტომ რომ მათ აქვთ დიდძალი არალეგალური შემოსავალი ჩვენი ჯიბიდან და მათთვის ფასების კრიზისი არის ლითონის სიტყვები. მეტი არაფერი არ არის აბსოლუტურად, არაფერს არ აღნიშნავს მათთვის ეს ყოფილი ცხოვრებაში, ისე როგორც აღნიშნავს ჩვენთვის. კი ბატონო გრიგოლ, კიდევ ერთი თემა, რომელზეც მინდა რომ კითხვა დაგისვა, ეს ეხება დღეს გაეროში ჩანიშნულ საქართველოს შესახებ მოსმენას, სადაც უნდა წარსდგეს სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. ამ საკითხზეც გააკეთა დღეს სხვათა შორის კომენტარი, სამარცხვინო უწოდა ამ ღირსეული ადამიანის დასანქცირება არისო, სამარცხვინო და დარახველიძეს შეუძლია ძალიან თამამად ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებზეო. რა სიტყვით, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და აი დარახველიძის დარახველიძემ რომ უნდა ისაუბროს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, აი ამ საკითხზე რა სიტყვით? ხო, დავიწყებით რომ დარახველიძეზე არაფერი არ ვიცი, საერთოდ ვინ არის ეს პიროვნება, წარმოდგენა არ მაქვს. რაც შეეხება რეჟიმს და კობახიძეს, ამ რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს, არც კობახიძეს, არც სხვა გვარებს, ვინც უნდა ისინი არავითარი უფლება არ გააჩნიათ ისაუბრონ ადამიანის უფლებებზე. იმიტომ ეს არის რეჟიმი, რომელიც აბსოლუტურად არაპროპორციული ძალის გამოყენებით და შესაძლოა მომწავლელი ქიმიური ნივთების გამოყენებებითაც ძალიან მაღალი ამის ალბათობა, ასობით 1000 ადამიანის წინააღმდეგ ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული. და ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმის დავალებით მოქმედი ეგრეთ წოდებული ხარება, რომელთანაც მიყავდათ ადამიანები, მიათრევდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და სახეში წიხლს არ ტყავდა. ჩვენ გვახსოვს წაქცეულ ადამიანებზე როგორ ძალავდნენ, გვახსოვს ადამიანებს როგორ მისდევდნენ და სადარბაზოებში როგორ მიყვებოდნენ და 1000 გვარი მექანიზმით უპირისპირდებოდნენ. და ამ რეჟიმის წარმოადგენელს არავითარი აბსოლუტურად უფლება არ გააჩნია იმისა, რომ ადამიანის უფლებებზე რაიმეს საუბრობდეს და მართლა ეხლა ირანის ელჩვა ამასინ თქვა ახალმა ელჩვა, რომ არც აქ და არც იქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ხო? აი დაახლოებით მაგდონეზია მირაკლი კობახიძე, მე მას ვეთხოვდი, ხო? აი მაგდონეზია საკუთარ აზროვნებაში და პოზიციონირებაში, როდესაც მიიჩნევს, რომ თურმე ვინმე დარახველიძეს, როგორც მასზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის დარახველიძე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა გრიგოლ.
არა, ეგ ვიცი, მაგრამ ისე არ ვიცი აბსოლუტურად ხო რა წარმოადგენს და რა ბიოგრაფიული ესე იგი წინაპირობები გააჩნია, ხო? ვიცი შეგასაკუთრებით მის მოადგილეა, ხო? მაგრამ შეგასაკუთრებით მის ვინ არის, მაგას ძლივს ვიხსენებ არათუ მის მოადგილეს, მაგრამ ეხლა მის რეჟიმს არავით არის ძალიან სასიამოვნო, აი კარგია რომ ეს ერთი მაინც მეხსოვება მინისტრები, იმიტომ ძალიან უსახური პირები ყავს მინისტრებად, არამედ პოლიტიკური ფიგურები არ არიან, არანაირი დამსახურება არ გააჩნიათ, არც მათი გამოსვლები ვიცით, არც მათი იდეოლოგია, იმიტომ ძალიან რთულია რომ გახსოვდეს დღეს ვინ მართავს საერთოდ. ამ ქვეყანას, თუმცა ისინი არც მართავენ, მაგრამ აი კობახიძეს რეალურად, ხო? კობახიძეს არანაირი აბსოლუტურად უფლება არ აქვს, არანაირი. რომ ან საკუთარ თავზე, ან მისი რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელზე თქვას, რომ ევროპელ ბიუროკრატებთან ან ვინმესთან ადამიანის უფლებებზე თანასწორი საუბარი, თანაბრად საუბარი შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც აქვს ათობით და ასობით ათასი ქართველი მშვიდობიანი ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულები ჩადენილი.